გუნდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას ტრადიციისამებრ ძალიან საინტერესო სტუმრები და ბლოკი გვექნება პირდაპირ ეთერში ალტერნატიული განახლებადი ეკომეგობრული საწვავის ბიოდიზელის წარმოება და გამოყენებული მეორეული საკვები ზეთისგან მიღებული კომპონენტები ანუ აი ეს იქნება დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა კონცეპტუალურად გავშლით ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად და მოკლედ ესე იგი ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე აი ამ გამოწვევებზე და ამ კომპონენტებზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში ამაღლდეს ცნობიერება ზოგადად და რა თქმა უნდა შესაბამისად თითოეული ცნობიერების კუთხით გაზრდილი კომპონენტი რა თქმა უნდა ინდუსტრიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ტოლფასია ამ ყველაფრის ამიტომაც მე მინდა მივესალმო ბატონ მურმან ბატარაიას რომელიც გახლავთ ბიოდიზელ ჯორჯიას დამფუძნებელი მოგესალმებით ბატონო მურმან ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ასევე ბატონი კახა კარჩხაძე რომელიც არის ასოცირებული პროფესორი დოქტორი სამეცნიერო ხელმძღვანელი ჰოლდინგ ბიოდიზელ ჯორჯიაში მოგესალმებით ბატონო კახა ასევე ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის უპირველეს ყოვლისა მოდით ეხა აი მურმანთან გუშინ საუბრობდით აი დღევანდელ თემაზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ტექნოლოგიურად და მეცნიერულად აუხსნათ საზოგადოებას აი ის ჯაჭვი ის ევოლუცია მოდი ასე ვთქვათ რასაც ინდუსტრია გადის მთლიანობაში და აქედან გამომდინარე ძალიან მიხარია რომ ბატონი კახა დღეს აი ამ მიმართულებით ისაუბრებს და მათ შორის თავის ტექნოლოგიურ მეცნიერულ გამოცდილებას გაგვიზიარებს ამ მიმართულებით მოდით აი დავიწყოთ ბატონო კახა კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება განაცემაში და აი რეალურად გამოსაზღვროთ და მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს აი ეს პროცესი ტექნოლოგიური პროცესი რაც მიმდინარეობს ამ მიმართულებით შემოვნებით ბიოდიზელი საერთოდ მოდით აქედან დავიწყოთ ეს არის ალტერნატიული განახლებადი ეკომეგობრული საწვავი რომელიც მზადდება ბიომასისაგან რომელსაც ყველა ის თვისება აქვს რაც ჩვეულებრივ ნავთობდიზელზე და უფრო მეტიც კი უფრო მაღალხარისხიანია და უფრო უკეთესად შეიძლება მისი გამოყენება ყველა იმ სფეროში სადაც ჩვეულებრივი ნავთობდიზელი გამოიყენება მათ შორის შიდა წვის ძრავებშიაც კი საერთოდ ბიოდიზელის წარმოება უდიდესი ინდუსტრია, მრავალმილიარდიანი ინდუსტრია. რამდენიმე ციფრი რომ მოგიყვანოთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 9 მილიონი ტონა ბიოდიზელი მზადდება. 9 მილიონი ტონა ბიოდიზელი. წარმოგიდგენიათ რამდენი ციფრია. გერმანიაში ევროკავშირის წამყვან ქვეყანაში 4.2 დაიქვე რა სასიამოვნოა რომ საქართველოს შეუერთდა უკვე ამ მოწინავე ქვეყნების რიგს და რამდენი იწარმოება საქართველოში რამდენია წარმოება მასშტაბებში ვერ ვერები ხო მასშტაბებში აი ციფრები რომ დაასახელა რამდენია წარმოება საქართველოში აი საინტერესოა ეს სხვადასხვა ეხლა ვერ რა თქმა უნდა ხა ამერიკის შეერთებულ შტატებს და რა თქმა უნდა გერმანიას ეხლა ვერასდროს ვერ დავეწევით ყველაზე კარგ ლამაზ სიზმარშიც კი მაგრამ ჯამში რამდენია 150-200 მეტრული ტონა გროვდება ეს ნედლეული საქართველოში მცირე ბაზარია პირდაპირ პროპორციულად მოსახლეობაზეა დამოკიდებული შემიძლია თამამად გითხრა აქედან გამომდინარე სადაც მოსახლეობა არის დიდი ჰორიკა ბიზნესი არის აყვავებული და მუშაობს აქტიურად აქედან გამომდინარე მოდის ასე ვთქვათ ეს ნედლეული თუმცა ასევე იწარმოება რაფსიდან იწარმოება სხვადასხვა პროდუქტებისაგან შემდგომ ბატონი კახა დარწმუნებული ვარ ამას ჩაშლის დეტალებში მაგრამ ის რასაც ჩვენ საომალოდ გეგმავთ უკვე ეს არის დაახლოებით 3-დან 5,000 მეტრულ ტონამდე და აქ ნედლეული საქართველოში უნდა შემოვიტანოთ დამუშავების მიზნით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხოლოდ და მხოლოდ მისი დამუშავების მიზნით. სწორედ ამიტომ არის რომ ასე ვთქვათ ამ ლოგისტიკურ ჯაჭვს ეხა ჩვენ ძალიან აქტიურად ვაწყობთ მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, იმ სამეზობლო ქვეყნებში, მათ შორის აზიის ქვეყნებში, სადაც შეიძლება რომ საქართველოში შემოვიტანოთ ეს ნედლეული, მოვახდინოთ აქ ლოკალიზება გამოვიყენოთ ჩვენი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდგომარეობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გამოვიყენოთ ძალიან მნიშვნელოვნად და მოვახდინოთ საბოლოო პროდუქტების შემდგომ ექსპორტი, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნებში. აი ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ ვამუშავებთ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში და ბატონ კახასთან დაკავშირებით ერთი ესეთი პატარა რემარკა მოგავაკეთო, რომ აი თუ ევროპაში მარტინ მითელბახი არის ასე ვთქვათ ბიოდიზელის მამაწოდებული ბატონი კახა კარჩხაძე არის საქართველოში ის პირველი ადამიანი რომელმაც სხვათა შორის თავის დროზე ამერიკული პროექტის ხარდაჭერით ილიას უნივერსიტეტთან ერთად სამეცნიერო დონეზე დაიწყო ბიოდიზელის დამუშავება და ჩვენ შემდგომ უკვე როდესაც ესე 2017 წელს მივაგენით ასე ვთქვათ ერთმანეთს შემდგომ ამის შემდგომ უკვე მე-9 წელია რაც აქტიურად მუშაობთ აი ამ მიმართულებით და ჩვენს სამეცნიერო მიმართულებას ეს ადამიანი ხელმძღვანელობს. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ როგორც ეს ახლა ჩვენ კულისებში ვსაუბრობდით, ნებისმიერ ინდუსტრიას ქმნის, რა თქმა უნდა, გონება და ხელები. აქედან გამომდინარე, ანუ აი გვიანბეთ ამ შემთხვევაში აი მეცნიერული თქვენ ახლა მე მინდა რომ სპეციალურად აი
ჩვენ მაღლობას აი გარკვეული ცნობიერებაც გაეზარდოს ამ კუთხით, რომ ყავს ადამიანები საქართველოში, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ქვეყანას აი კონკრეტული ბენეფიტები მოუტანონ ამ ინდუსტრიებიდან გამომდინარე. აი მოდი გვიანბეთ თქვენი მეცნიერული ბექგრაუნდის შესახებ და შემდეგ უკვე აი ეს მეცნიერების მონეტიზაცია პრაქტიკაში. ასე ვთქვათ, აი ამაზე გადავიდეთ. გასაგებია. მე მცდილობ ხოლმე ბედნიერება 2015-16 წლებში მე მუშაობა ამერიკის ისეთ მოწინავე უნივერსიტეტებში, როგორც არის კორნელის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი. იქ გავეცანი მრავალ საინტერესო ტექნოლოგიებს და ყველაზე უფრო მე მინდოდა ისეთი ტექნოლოგიების ჩამოტანა უკან საქართველოში, რა თქმა უნდა დაუბრუნდებოდი საქართველოში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება და საქართველო, რომელიც მთლიანად იმპორტირებულ ნახშირწყალბადებზეა დამოკიდებული, ძალიან საჭიროებს საკუთარი, მით უმეტეს ალტერნატიული და ეკომეგობრული საწვავის წარმოების განვითარებას. ცხადია. აი ეს ტექნოლოგია, აი ეს იდეა ჩამოვიტანა საქართველოში და ილიას უნივერსიტეტში განვახორციელეთ პროექტი, რასაც ქვია ბიოდიზელის წარმოების პილოტირებული პროექტი. ანუ მთელი ეს აი რაც თქვენ გკითხეთ ბატონ გურმანს, თუ როგორ ხდება აი ამის წარმოება, აი ეს მოდელი გავაკეთეთ ილიას უნივერსიტეტში. ანუ საქართველოს ისტორიაში პირველად ილიას უნივერსიტეტში შეიქმნა ალტერნატიული განახლებადი საწვავი და პირველად საქართველოს ისტორიაში სწორედ ილიას უნივერსიტეტის მანქანამ დაიწყო მუშაობა ქალაქში სიარული მოძრაობა, რომელიც არა ნავთობპროდუქტზე, არამედ ალტერნატიულ ბიომასისაგან დამზადებულ საწვავით იყო გამართული. აი ასეთი breakthrough, ასეთი გარღვევა გავაკეთეთ ჩვენ მეცნიერებმა და შენ რამდენად აიტაცა მე ეს ყველაფერი ბაზარმა. ანუ აი ჩვენ ვიცით ახლა ძალიან კარგად და ვიცით რა ანუ ახლა ფაქტი უნდა იყოს ეს, თუმცა საქართველოში ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯიც არის გადასადგმელი, რომ აი სამეცნიერო კომპონენტები უნივერსიტეტის წიაღში დაწყებული გამოწვევები აუცილებელი არის რომ ხშირ შემთხვევაში გადავიტანოთ პრაქტიკაში, იმიტომ რომ მონეტიზაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით მულვან, იმიტომ რომ რეალურად მეცნიერებაზე დგას, ხო, თითოეული ინდუსტრია და ხა ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ცნობიერების ამაღლებაზე და ცალკეულ კამპანიებზე, თუ მეცნიერებას არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას, ძალიან რთული იქნება. აქედან გამომდინარე, ხა ეს ნოვაციები, ხო, ეს ნოუ-ჰაუები, სტარტაპები თავის დროზე, ხო, აი როგორ აიტაცა ბაზარმა და აი დღეს რეალურად ცნობიერების კუთხით სად ვართ და რამდენად გვაქვს საერთოდ გაცნობიერებული, მე აი ორივეს მინდა ბატონებო ეს კითხვა დაგვისვათ. გაცნობიერებული რამდენად გვაქვს საერთოდ, რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის ამ ინდუსტრიას? ნუ ამ შემთხვევაში ასე ვისარგებლებ ასე თქვა შემთხვევით და ვიტყვი რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ წარმატებული кейსი იყო. რა თქმა უნდა იქნება кейსები, რომლებიც მეტნაკლებად წარმატებული ან წარუმატებელი არის სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა აი რაღაც ბატონი კახას შემთხვევაში სწორედ კარგად კონვერტირდა ეს პროცესი, ასე თქვა ის სამეცნიერო პროცესი, ის მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც თავის დროზე USAID-ის ამერიკის მხარდაჭერილი იყო, კარგად კონვერტირდა ის სამეცნიერო ნაწილში და სამეცნიერო ნაწილიდან უკვე ძალიან კარგად კონვერტირდა ასე ვთქვათ ბიზნესის ნაწილში. ჩვენ ვიყავით ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ვიპოვეთ ერთმანეთი ამ ნაწილში, ჩვენც ვიკულებდით საქართველოში თუ ვინმეს რაიმე ქონდა გაკეთებული ამ მიმართულებით, რაიმე ნაბიჯი ქონდა გადადგმული ამ მიმართულებით და ამ მოკვლევის ნაწილში ნახეთ ბატონი კახა ქარჩხაძის განხორციელებული პროექტი, მე დაუკავშირდით ერთმანეთს და ესე შეიძლება ითქვას, რომ 9 წელია ასე ერთად ვავითარებთ ამ მიმართულებას. ეს არის წარმოუდგენელია თუ სამეცნიერო მხარდაჭერა და წარმოება ერთად არ განვითარდა, პროცესი ერთად არ განვითარდა, წარმოუდგენელია სხვანაირად. იმიტომ რომ სანდრო აი ძალიან მარტივი მაგალითი რო თქვა, ნედლეული რო შემოგდის, იქიდან იწყება უკვე სამეცნიერო პროცესი და პროდუქცია რო იწარმოება, იქ თავდება უკვე სამეცნიერო პროცესი და არა მარტო. შესაბამისად, მთელი ეს არის ჯაჭვი, ეს ცირკულარული ჯაჭვი, რომლის ფარგლებში ადამიანების ხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომელიც აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ ახლა ეს ყველაფერი, ძალიან კარგად ბრძანეთ, ზუსტი აქცენტები იყო. ბატონო კახა, მე მინდა გითხოთ, ანუ აი ტექნოლოგიური და ინვენტარული თვალსაზრისით, ხო? ახსენეთ შეერთებული შტატების მაგალითი, ახსენეთ გერმანიის მაგალითი, რომლებიც ტექნოლოგიურად ძალიან გაძლიერებული, გადაიარაღებულები არიან. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში კრებსითად ეს ზუსტად ინფრასტრუქტურის არარსებობა არის. მასშტაბზე მე მაინტერესებს აი გზა ნედლეულიდან კონკრეტულ პროდუქტამდე, ხო, რომლის სიმძიმის წერტილის თავიდან ბოლომდე ინვენტარზე გადის, ლაბორატორიულ ტექნოლოგიური ინვენტარზე გადის. ამ მიმართულებით ჩვენ სად ვართ დღეს? რას აკეთებს ერთის მხრივ კერძო სექტორი და ვიცი რომ ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებთ თქვენ პრიზმაში, მაგრამ რეალურად ამას რო არ ქონდეს რაღაც ზღვაში წვეთის ფუნქცია, ანუ მთავარია რომ ეს ბაზარმა აიტაცოს.
სახელმწიფომაც აიტაცოს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ანუ აი სად ვართ ტექნოლოგიურად დღეს სად ვართ და ლაბორატორიული, ინფრასტრუქტურული, ქარხნული კომპონენტები რამდენად ვიწყობს ხელს ინდუსტრიის განვითარებაში. კარგი შეკითხვაა. მოგეხსენებათ საწვავი ეს ისეთი თემაა, რომელსაც სჭირდება ძალიან სკრუპულოზური, დეტალური გამოკვლევა. დიახ. ჩვენ ილიას უნივერსიტეტში და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისეთ სერიოზული ლაბორატორიები გვაქვს, რომელიც დაახლოებით 45-50 კომპონენტს აკონტროლებს აი ამ საწვავის. და შედეგადაც სწორედ ბიოდიზელი ისეთი ხარისხიანი გამოდის, რომელიც ერთი თავით აღემატება ჩვეულებრივ ნავთობ დიზელს. და თუ იმას მეკითხებით, თუ რატომ აქამდე არ მოხდა ამის ასე ფართოდ გავრცელება, იმიტომ რომ ჯერეთი ჩვენ თანდათან და სხვა შორის ძალიან წარმატებით კომპანია ჰოლდინგი ბიოდიზელი ჯორჯია ანვითარებს და ზრდის წარმოებას. შემდეგ ბიოდიზელს ის კარგი თვისება აქვს, რომ მისი ბლენდირება შეიძლება ჩვეულებრივ დიზელთან და მის ხარისხს აუმჯობესებს და უფრო მაღლას წევს. და შემდეგ კიდევ რაც შეეხება ბენეფიტებს, უამრავ ბენეფიტებს მოუტანს ქვეყანას. ეს არის საკუთარი წარმოება, ახალი წარმოების შექმნა, იმპორტირებული საწვავის ჩანაცვლება, ეკოლოგიური სისუფთავე, რადგან ჩვეულებრივი დიზელის დაწვით ატმოსფეროს 2.5 ტონა ნახშირორჟანგი ემატება, ხოლო ბიოდიზელს შეუძლია 1 ტონას დასაგვოს 2.5 ტონა ნახშირორჟანგის ემისია. გოგირდის ემისიები, ჩემო ბატონო, რომელიც უკვე ვალდებულებაა ჩვენთვის. ბიოდიზელში, როგორც მცენარეული წარმოშობის პროდუქტში, გოგირდის შემცველობა არის 0-ის ტოლი. ანუ ეკოლოგია, ეკონომიკა, ენერგოდივერსიფიკაცია, ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები. და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც ძალიან მაგარია და ამაში ვეხმარებით. საერთაშორისო ვალდებულებები თქვენ ახსენეთ, ეხლა ძალიან დიდი მადლობა ბატონ გახას. აი სხვადასხვა ეხლა აი ვისაც აქვს სურვილი საერთოდ რომ აი რაჭირება მეტი ცოდნა მიიღოს ინდუსტრიისგან, აი და ამოიჭრას მე მგონი ბატონ კახას საუბარი, დაიბუსტოს, ცალკე დაიდოს და მე ვისაც გაქვთ სურვილი რომ ინდუსტრიულ მეცნიერებაზე ესე ვთქვათ, მასტერ კლასები მიიღო. ან ყოველგვარი რევენასების garaშე ვიზეთ. აი ჩვენი განაცემის მიზანიც ეგ არის რომ ესეთი ადამიანები წარმოვაჩინოთ მაქსიმალურად. და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ბიზნესის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ძალიან ხშირად ვამბობ ყოველგვარი ქათინაურის garaშე მინდა. მადლობა თქვენ პირიქით. ბატონო მურმან, ეხლა მე მაინტერესებს ეხლა კონვენციები ბრძანეთ, საერთაშორისო კონვენციები ბრძანეთ და ყველა საერთაშორისო კონვენციის და ნორმატივის დაცვით თქვენ ხართ რეალურად პირველები საქართველოში, ანუ კონკრეტულად ხა ალტერვეისტის მიმართულებაზე მინდა ვისაუბრო, რომელიც აექსპორტებს ამ შემთხვევაში პროდუქციას ინდუსტრიულ ზეთებს. კი ბატონო, შესაბამისად აი ეს მიმართულებას მინდა რომ ჩავშალოთ დეტალურად. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სანდრო, ალტერვეისტი არის ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანია, შემიძლია გითხრათ. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მეორეული ინდუსტრიული მინერალური ზეთების შეგროვება, წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში და შემდგომ ამ შეგროვებული, ასე ვთქვათ, ნედლეულის ექსპორტის საერთაშორისო ბაზრებზე და ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე მუშაობთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი პარტნიორები გვყავს ამ კუთხით. ეს არის ბერძნული კომპანია Motorola Hellas-ი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანია, ეს არის ლუბრიკა ბულგარეთში მუშაობთ, ასევე მესამე კომპანიასთანაც და დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა რომ მესამე ნოტიფიკაცია და მესამე კონტრაქტიც გავაფორმოთ ამ მიმართულებით და ეს არის ერთადერთი კომპანია რომლის ნედლეულიც სრული მიკვლევადობით შეგვიძლია ვთქვათ რომ სრულად მიკვლევადია და ზუსტად ვიცით რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იწარმოება. პირდაპირ გეტყვი მიუხედავად 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე არაერთი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება შეიძლება გაცემულა ამ მიმართულებით, მაგრამ დღეს საქართველოს ჩვენ არ გვაქვს გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სრულ ასე ვთქვათ საბოლოო პროდუქტებამდე ამ ნედლეულს დაამუშავებს. ეს ნედლეული კიდევ მოგეხსენებათ სახიფათო ნარჩენია, ტრანსპორტირებიდან, შეგროვებიდან დაწყებული საბოლოო ასე ვთქვათ ლოკაციამდე დასრულებული მას ჭირდება სპეციფიური მართვა, იმისთვის რომ გარემოს არ მიადგეს ზიანი, იმისთვის რომ ადამიანს ჯანმრთელობას არ მიადგეს ზიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ნედლეული შევაგროვოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება სრული მიკვლევადობით, სრული საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ის ექსპორტის რეჟიმში მოვაქციოთ. ასევე ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული და აქვს ბაზელის კონვენციის შეთანხმებები, დოკუმენტბრუნვა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ნუ ხედვა არის საბოლოო ჯამში ის რომ ის ნარჩენი რა ნარჩენის დღეს საქართველოში გროვდება. დაახლოებით ხედვა გვაქვს ბატონებო რომ ეს არის 8-დან 10,000 მეტრულ ტონამდე სრულად იყოს ხელმისაწვდომი, არ მოხდეს არაკეთილსინდისიერი მეწარმის ხელში, ამას აქვს
ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა, არ მოხდეს ისეთი ადამიანის თუ ბიზნეს ჯგუფების ხელში, რომელიც სათანადოდ არ ამუშავებს, არ აქვს გამოცდილება, არ იყენებს მას სხვადასხვა დანიშნულებით. პირველი რა არის ამის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამის დამუშავების ეს რეგენერაცია. ის არ უნდა დაიწვას და ამაზე ცივილიზებულმა სამყარომ ძალიან ბევრი ათეული წლის წინ თქვა უარი, ის არ უნდა შეერიოს ნავთობ დიზელს ხრის შემთხვევები ჩვენა გვაქვს და შემდგომ აი ეს შავი გამონაბოლქვი და ასე შემდეგ რაც არის, ну, არ ვიცი, კრიტიკული შეიძლება ითქვას ნამახასიათებელი ამ ქვეყნისთვის და სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითები ძალიან ხშირად მithქვამს სანდრო შენს ეთერში ის მაგალითები, რომ მაგალითად საქართველოში პურის საცხობი, საწარმოები, ღუმელები სწორედ ამით თბება და ასე შემდეგ. ნუ კატასტროფა არის სრული და ამას მოყვება შემდგომ უკვე ძალიან რთული პროცესი, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ალტერვისტის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ ჯაჭვის აწყობა საბოლოო ჯამში, რაც დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს საქართველოში წარმოების განვითარებამდე. ქონდა ხედვა, რომ თავიდანვე წარმოები დაგვეწყო, თუმცა და რაღაც დონეზე რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ბიზნესი ისე დაფორმირდა, რომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი, ეხლა კონცენტრირება გავაკეთოთ, რომ ნედლეული სრულად ხელმისაწვდომი იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ყველა მიმართულებით ქვეყნისთვის, შეგროვდეს 100%-ით ეს ნედლეული საქართველოს მასშტაბით, გავაკეთოთ სრული მიკვლევადობით მისი საბოლოო დანიშნულებამდე გაგზავნა და პარალელურად ვიზრუნოთ პარტნიორებთან ერთად ლოკალიზებაზე საქართველოში. კი ბატონო, მოკლედ ესე იგი აი იმდენად საინტერესო სპიკერები და მოსაუბრეები ბრძანდებით, რომ ყოველთვის არ არის ხოლმე დრო საკმარისი, ამიტომაც მე პირობას ჩამოგართვევთ, რომ ახლო მომავალში კიდევ დავგეგმოთ ძალიან ბევრ საინტერესო თემას. ბატონი კახას დებიუტი იყო დღეს ჩვენს ეთერში, ამიტომაც ასევე დიდი სიამოვნებით და დიდი პატივისცემით ველით. პირდაპირ ეთერში მინდა წარმატებული პოზიტიური დღე გისურვოთ, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობოთ. კაცებმა მონეტიზაცია, დილის მონეტიზაცია დღეს ამით დასრულებულია, თუმცა 13 საათზე ვაგრძელებთ. ცხადია. საქმიან კვირას ერთად, ძალიან საინტერესო ბლოკები გველის ასევე წინ. მოკლედ ზუსტად პირველ საათზე ხვდებით ერთმანეთს, ახლა კი პრესის მიმოხილვის დრო არის და თამთა კვარაცხელიას მივესალმებით. მადლობა.